მოგესალმებით მეგობრებო, საერთაშორისო ამბავი დავიწყო მოგესალმებით. International. ხო. Iranze თავდასხმა, მაგრამ რუბიო, რომელიც გამოირჩევა ხავერდოვანი კომენტარებით და უფრო ტრამპის ადმინისტრაციის ყველა მოთამაშეს შორის, მოთამაშეთა შორის ყველაზე რბილია, ნაზადჩევა. ტრამპმა შეაქო, ოღონდ პრისას ასეთ შეკება, უთხრა რომ ხავერდის ხელთათვალებით სტილობს რომ გააკეთოს, მაინც კვლელიაო. Velvet glossy-ო. მაინც კვლელიაო და რუბიო შეცმა და თავი ესე დაიწყო, ესე გაკეთება თავის და მე უთხრა რომ შენო გამოიწიო ისო რომ კომენტარები წავიდო, განა ტრამპს არ შეუძლია ასეო. აი ტრამპმა რო ილაპარაკოს ასეო. მეო შემიძლია, მაგრამ ჩემი სტილი არ არის. გადახედა, გაიგე და აი ხარი ყველაზე ცუდი, როცა პრეზიდენტი შენი უფროსი მაგას გეუბნება, შენ თო ესე იხუმრა ბჭყალებში. რომ ამაზე კარგად არ გააკეთო, თორე get out of here რომ გაგაგდებო. Get out of here. Get out of here. და რუბიო იცინოდა ეს გახარებული რა და ნუ ცხადია რომ ეს როცა ესე გეხუმრებიან უფროსები, ეს არ არის ხუმრო. საჯაროდ რა თქმა უნდა დღეს შედგა მშვიდობის გაზას მორიგების მშვიდობის კომიტეტის პირველი ცნობა ალიევი და ფაშინიანი გახარებულები ხელს ართმევენ ერთმანეთს. რა თქვი ის შერიგებისო? გაზას შერიგების არა, გაზასთან დაკავშირებით ხო. თუ გაზას შერიგებაში ფაშინიანი და ალიევი რა შუა. გაზა ფული რო დადეს $1 მილიარდი. თვითონ ქვეყანა რო დადეს $1 მილიარდი, ეს არის ფონდ მირა, ანუ მშვიდობის ფონდი. ჯენტლმენთა კლუბი როა. კი ბატონო, ეს კლუბი არის დაკავებული ღაზად. ხო, всё. რახა მშვიდობის ფონდია, კლუბი არის დაკავებული ამით. ვატიკანმა თქვა უარი სხვა შორის. ვატიკანმა თქვა უარი და მერმე რომ ქვეყანა უკაც. ჩვენ პასო. ხო, მილიარდი არ აღვასწეთ თქო. ეს სხვათა შორის ეკლესია მილიარდი არ უნდა გადაიხადოს, ალბათ იმ თავის ლოცვა თუ რაღაც კითხა უნდა დაუყო. არა, რომის პაპის ლოცვა უკვე მილიარდიღებს, არა. კარგი. მაშინ საერთაშორისო ეს არის საერთაშორისო ამბავზე თუ ლაპარაკობთ, ანუ ირანის და ამერიკის კონფლიქტს და პერსპექტივებს არ შევეხო, თავისი პროგნოზები. მე ვნახე ვიდეო, სადაც ჩანდა როგორ მოფრინავენ ამერიკული თვითმფრინავები სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიფრინავენ იქ უნდა განლაგდნენ. და კიდე ერთი მაგარი ამბავი, ინგლისმა უარი თქვა თავის ბაზების, უარი უთხრა ტრამპს თავის ბაზების გამოყენებაზე. ზეროს ბაზოსო. ხო, უცნაურად. ალბათ თუ ჩინეთთან ალაგებს მეტნაკლებად და რაღაცნაირად ისეთი მოკავშირე არ არის, როგორც ჩინეთს ბლოკავდნენ წლები საელჩოს პროექტს და ეხლა დაუმტკიცეს. მე გამხელა საელჩოს პროექტია, იცი, ანუ ჰუალინგ პლაზა კი არა, არა რა ჰუალინგ პლაზა. უმაგაზი დიდი რაღაც შეიძლება, მაგრამ საელჩო ქვია. ხო, კოსმოსური რაღაცა. იქ რა იქნება ხო ხტები? გამშვები პუნქტი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ამბავი. მე მგონია რომ პრემიერ ლიგას არსენალი ვეღარ მოიგებს გუშინდელი თამაშის მერე რა. ისევ სიტი. ყარაბაღი ნიუკასლმა ისე უკნა ისიც მა. აი ხო შენ ვეგდრო დადგეს რომ ეგეთ რაღაცებზე ვილაპარაკოთ თელი გადაცემა. მე ვერ ვილაპარაკებ და შენ ფიგურულ რეალზე ფაქტებს ხო თქვა მიშა რომ არ შეიძლება აუ ეგ გნიდა აოხრებელი გზირი ყველა სამარცხვინო არისო და პირველად ისტორიაში ვერცხლი ავიღეთ მე არ გაუხარდა აი ძალიან უხარდეს ხო და მოკლედ ესე იგი პროგნოზები როგორია დაარტყავს ოფიციალნა დეკლარაცია ჯარიმას არა ამერიკა ბიჭო ეს ხო ნახე ბოლო განცხადება ხო ნახეთ ანუ მანდაც ეგაა რა რო ავიღე გრენლანდიაზეც ეგრე იყო მაშინ და იქაც გაგზავნა მაგრამ 10 დღეს დავაკვირ 10 დღის მანძილზე დავაკვირდებითო და იმის მიხედვით გადავწყვეტ თუ უფრო წინ წავიწიოთ თუ არა ძალიან ძლიერი არის ისრაელის ლობი და თვითონ ისრაელის მნიშვნელოვანი როდის არ ყოფილა ეხლა ადმინისტრაციაში განსაკუთრებით ძლიერია არ იყო ის ბაიდენის დროს თუ და მე არის გამოიწვია ამას ესე არის მე მგონია რომ თუ დაარტყამს ხო ჩვენ მოკლედ ერთი რაღაც არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ნახე როდესაც ის ვირტუალური პროგრამის და ვირტუალური ფიზიკის ყველაზე მთავარი ესე ცენტრალური ფიგურები დაუხოცეს ხო ირანს მოუკლეს ზოგი სამზარეულოში და ზოგი საათ და შემდეგ მან განახორციელა იერიშები
ისრაელის მიმართულებით ჩვენ არ ვიცით რეალურად რა მოხდა. ანუ იმიტომ რომ მედია ჰედლაინები საერთოდ მედია მისი მე ესე ვიტყოდი ამ რეალობის ინტერპრეტაცია ჩვენთან მოვიდა სრულიად სხვანაირად, რომ აი იმდენად მაგარია პროდასავლურად იმდენად მაგარია მოსადი და თქვათ ხო ამერიკული იმ თვითმფრინავს არა რა თქმა უნდა მაგრამ ამათმა რომ გავუშვეს ეს ბალისტიკური რაკეტები და აქედან რომ შეუტიეს უბრალოდ ისრაელში იცი რომ ამის გადაღება აიგრძალა ანუ ჩვენ ესეთი რაღაც უნდა ვთქვათ პროგნოზებს რაც ირანი არის საოცრად მილიტარიზებული საოცრად ისრაელი ყოველმიზეს გადის და ამას დამატებული ესე იგი ირანში არის ირანს ყავს ძალიან დიდი არმია ძალიან დიდი რაოდენობა პოლიცია ძალიან დიდი რაოდენობა სპეციალური სახმელეთო ოპერაცია გამორიცხულია აი ეგ არის რა აი მაგაზე მივდივართ ან ეხლა დარტყმა მაშინ რა ნიშნავს იმ იმედით რომ უკმაყოფილო ნაწილი საპროტესტო ნაწილი როცა მოკლავენ ლიდერებს საპროტესტო ნაწილი კვლავ გამოვა და არეულობა იქნება ისე იმ იმედით გააკეთებენ მარტო თავიანთი აგენტები ხო ყველა არ დაიჭირა ირანმა რა თქმა უნდა თავისივე ირანელებისვე ხელით უნდათ სახმელეთო ოპერაცია ფაქტობრივად შეუძლებელია იქ ფაქტობრივად კი ამიტომ თავისივე ხელით უნდათ ირანელებისვე ხელით ფლოტი გაგზავნილი ხო და მე მგონია რომ ირანი შემდეგ იმოქმედებს ამერიკის მოკავშირე ქვეყნებისადმი კი თუნდაც მთავარია კი ბატონო და ბალისტიკური რაკეტა ვერ მიწვდება ამერიკას მაგრამ ისრაელს ხომ მიწვდება კი და შეიძლება გვერდით მეგობარ ქვეყნებსაც ამერიკის და უარი თქვეს იმათაც საჰაერო სიმცის გადაცემაზე რამდენად კი ბატონო ხო და ეგრე არა ძალიან რთული იქნება ხო მართალია კი იმიტომ რომ სიტყვაზე თუ ავიღებთ ემირატებს ხო თუ ავიღებთ ყატარს ქუვეითს ან გალფის ქვეყნებს რა ისინი არიან ალბათ ინვესტიციების სამოთხე დღესდღეობით და არაცხობთ დერეგულირებული ბაზარი შენ შედიხარ აი 20 წუთში არეგისტრირებ ყველაფერს doing business-ი ეგრეთ წოდებული არის უმარტივესი არის საინვესტიციო გარემო ყველაზე მაგარი და არის მართლა იქ ვალდებულებებით იქ რეალურად კი ბატონო მაგრამ რეალურად ხო ისლამური ფუნდამენტალიზმი კი არ არის იქ არის free market ფუნდამენტალიზმი რა ეს არის აი ტრანზაქციების მექა რა და ეხა სადღაც ეგეთ ადგილას რომ ბომბი ვარდება აი რო წარმოვიდგინოთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში რომ ბომბი ჩამოვარდეს იქ სერვისის სფერო და ზოგადად ტურიზმის ნაწილსაც რო გავყვეთ ანუ ჩათვალე რომ მაგ მიმართულებით ვაფშე ყველაფერი ჩერდება რა და პლუს ამას მოსახლეობა არ არის შეჩვეული მიხდი აი რუსეთზე მაგიტო მახსენდება რა სულ რუსეთ-უკრაინის ომი რო იწყებოდა ერთ-ერთმა თუ არ ვცდები ევრო დეპუტატმა არა უფრო მაღალჩინოსანმა დაწერა no more shoppings in Milano რა ან ჩვენი ვეღარი შოპინგებთ რუსებო მილანში ან სანქციის ერთ-ერთი ფორმა ეს იყო და ის ვერ გაიაზრეს რომ ეს ყველაზე რაღაც ეგზისტენციალურად ბნელი ის არის საზოგადოება ხო იმ ხრივ ამბობ რომ მათ შეუძლიათ რა სვიფტი ვაფშე ელექტროენერგია გაუთიშო და თუმცა ეკონომიკას სერიოზული ზარალი აქვს რუსებისას და მალე უნდა დაამთავროს მაგდონალდსში შევიდაბრუნდა ხო უნდა დაამთავროს მალე იმიტომ რომ ეგრე არ არის როგორ უნდა იცი პუტინს როგორ უნდა რომ არც შეეტყოს მოსკოვს არაფერი და პლუს სამხელა ომი აწარმოოს ისე ჭონიამ დაასწროს ცენტრს ხდები ჭონიამ დაასწროს ცენტრს ჭონიას ხო შექონდა კოკა-კოლას პროდუქცია. ჭონია მე მგონი არც გაჩერებულა. არა ძმა, შექონდა ჩვეულებრივად და ეხლა მაგდონალდსის დაბრუნდა რა და იტყვის კაცი რა რომ მე რა შუაში. სვაჩორს ეგ არ ვიცოდი მაგდონალდსი, არა ძალიან ბევრი ბრენდი დაბრუნდა, მაგრამ მაგდონალდსი კუსნაი.com არა, კუსნაი.com დაარეგისტრირეს ისე. ხო, მაგრამ ისიც იქნება და ისიც. კუსნაი.com ხო, კუსნაი.com წაიღო შეიძლება და ხალხს უკვე ევასება. მაშინ რომ ჩაძიროს მაგდონალდსი კუსნაი.com რო ქსელურად უფერავს. ის არ არის კაცო. იგივე მაგდონალდსი არის. ზუსტად მაგდონალდსია უბრალოდ ბრენდირებული რა. არ ვიცით რომ წილი არ ქონდა მაგდონალდს კუსნაი.com-ში რაღაც. არც ეგ არ ვიცით. არავინ არაფერი არ იცის კაცო. რო არ ქონდა ეგ უფრო კი ბატონო. მოდი ეხლა ასეთი სიმაღლებიდან გადმოვიდეთ არანაკლებ გიგანტურ ფიგურაზე ზურა ჯაფარიძეზე.
იშიშლა საჯდომი. გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამი ახსენდა მარტო ეგენი არ არიან და აი მაგნაწილში 100% თუ ემთხოვით. ამიტომ ამას სახელსაც დაარქვით, თობას დაარქვით თუ ერთიანობას დაარქვით და მაგაზე კამათიც კი სისულელეა. თავარი ამბავი არის ის, რომ ბიჭი ერთი ნიშნავანი მგონია ის, რომ ერთი სახელი უნდა დავირქვათ და ერთი სახელი უნდა იყოს. ეს იმიტომ სხვანაირად გუნდი ვერ იქნები. ანუ ხა პირობითად დინამო თბილისი, მადრიდის რეალ თუ ბარსელონა თავს ან სახელით იქვია და ეს ბრენდი თუ იძირება, ყველა ერთად ვიძირებით, ეს ბრენდი თუ იგებს, ყველა ერთად ვიგებს. ანუ მართლა ერთ ნავში უნდა სწორია რა გინდა. ვეთანხმები საჯდომს მოუბარი ერთი მიმართულებით. სხვადასხვა რაღაცა არის და ამიტომ მაგას მართლა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თავარი არის ეს, თავარი არის რომ ჩვენ უნდა მოქმედდეთ როგორც ერთი გუნდი. აჰა. ანუ ლაპარაკია ვაშაძეზე, გვარამიაზე, მაგრამ ვაშაძე უკვე განუდგა და არტოშან შეერთო, იმიტომ რომ იძახის კარგია. თვითონ ყველას უნდა იყო, იმიტომ რომ აქამდე იყო ნაცები და მათი სატელიტები და ეხლა უნდა გახდა ეს ნაცები. ხო, მაგრამ ვერ გახდება ვაშაძე იქცევა უკვე შეშინებულად სწორად იძახის რომ კოდს ამომრჩეველსაც მინდა დაველაპარაკო და არ გვინდა რევოლუცია და მშვიდობით გავაკეთოთ. მოუხდა წამალი რა, მოუხდა და ამას არ მოუხდა როგორც ჩანს. კიდე ერთი ზურა ჯაფარიძე მინიმუმი არის ის, რომ ის გავიაზროთ, რომ ესე არ უნდა გავიხლიჩოთ და ერთმანეთს არ უნდა ვაგინოთ და კარგი არის, იდეალური არის ეს, რაც მე ვთქვი, რომ აქეთან მხარეს იქიდან როცა ეგეთ რაღაცას აგდებენ, სატყუარას, აქედან არის რაღაცა ერთმანეთთან კოორდინაციაში კი არა ვართ, ვერ ვართ კოორდინაციაში. აქედან არის ერთი გუნდი, რომელიც გუნდურად იღებს გადაწყვეტილებას და იქით უგდებს იმას მერე სატყუარას. ზურა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ზურა, ძალიან დიდი მადლობა. საჯდომისა და თქვენი მოსატყუებელი სატყუარები, ჩვენი მოსატყუებელი სატყუარები თქვენ არ გაქვთ. იმიტომ რომ რა სატყუარი უნდა განმოგიგდოთ საჯდომი. საჯდომი არ მინდა ძმაო და სატყუარას ვიძახი. არ გინდა რას ქვია გასო ამის კატანა, ეგა ხმალი და ფარი ეგა და ეხა. რა გინდა გრანატა მიოტივით ისრისო საჯდომს და იმის რო გეშინია რომ მოლაპარაკებებზე არ ჩაიხადოს და საჯდომი არ გაჩვენოს. წარმოიდგინე. ძალიან რთულია ამასთან რო რამე ხიპირზე რო იჩითები. სულ ეგ ფიქრი რო გაქვს თავში ბიჭო ეხა არ ჩაიხადოს. მე გარკვეულ კონტინგენტს ციხიდან გამომდინარე ვიცნობ და იმათ მოეწონებათ და შეიძლება ეგენი მიუშვა ბაზარზე. ხო არ მივიდნენ უკვე. არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება. მინასულები ხო არა. ნიკა გვარამია არანაკლებ. აი, არანაკლებ გმირი. მე პლავნი გადასვლა იყო საჯდომის თემიდან. ბატონო. რა ვიცი, შეგვიძლია კონდეს პული ამ ბიზნესგან, ამ ბიუჯეტისგან, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი რაც ვიღა. ახლა საათი და სათვალე შევხამდა, გურ შეხედე. არ გამოვიდოდა საათი და სათვალე აქ შეხამდა. ესეთი არის ცხოვრება რეჟიმებში, ხო? შენ გააქვს ფული ყოველწლიურად კონდეს რეჟიმში. ვინც არ უნდა იყო, მაგრამ ყოველთვის შეიძლება კონდეს არ ნიშნავს რომ ეს უნდა კონდეს. ანუ იქ არჩევანი ისეთი გაქვს, რომ ან მართა ან სწორხარეს ხარ, ან არ სწორხარეს მოკლედ რა, ხშირად ფული თუ გაქვს არ სწორხარეს ხარ. ეს ესეა. კი ბატონო, რეჟიმებში ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ეს არ აუქმებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ფული საჭიროა ბრძოლისთვის. ჩვენ ვართ სოლიდარული ნებისმიერი გზა ამოგიქოლეს, აი ყველაფერს ხოლავენ საერთოდ და ყველაფერ კანონგარეში აცხადებენ, ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს. აქ მივდივართ მეორე პრობლემამდე. ეს არის სოლიდარობის არქონა. ხო, მე მაინტერესებს. ამორჩევლებმა ყველაზე მეტი ფული რო დახარჯა ოპოზიციიდან. ეგ ფული საიდანაა? თვითონ იძახის რომ თუ ფული გაქვს, ძალიან დიდი ალბათობით ოპოზიციას თუ ფული აქვს, ეს რეჟიმებში ცუდი კაცი ხარ, ანუ თანამშრომლები და თვითონ საიდანაა? ხოთროს კითხეს ბევრჯერ ამას. გირჩი პირადი მაყუთი საიდან აქვს? ჰა? პირადი მაყუთი. ის იქიდან, რებხის უკანალიდან, თქო. ტუმბოჩკიდან. სურაჯაფარაძის საჯდომით აქვს ნაშოვნი? არა, მაგით ვერ იშოვებ. გივით არ გამაცა. რატო დაშინების მომენტ შეიძლება რეკეტის ვიმან გამოიგო. ეხა დროზე ფული თორე ჩავახდევინე. ბიჭო არა ისე მაგრა რა მაგრა დარჩა ისეთი ბაჭაიხადა და გადა პოლიტიკოსმა გადაწყვეტა რომ ეს იქნებოდა კარგი აქტი. არა ეგ მან თავარისა ინსპირირებული თარითი იყო ბიჭო. მამაც გულს უყურეს და ტრაკის ჩვენების მეტი ვერაფერი ვერ გამოიტანეს იქ. და ტრაკის ჩვენებასაც ბიჭო აი ეგ არის
ეგ არის ყველაზე დიდი გოიმობა, ალბათ, როდესაც კონტექსტი გადმოგაკ, კი არა, კონტექსტოდ გადმოგაკ რაღაც აქტი. მას სრულად ექნა. ხო, საუკუნე. არა, საუკუნე ერთია, მაგრამ როდესაც კავკასიას ეხება იქ, თქვათ, ბრიტანული ნარატივი, თლად მართებული არ იქნება, იმიტომ რომ ამ სიმბოლოებს აქვს კითხვის და ინტერპრეტაციის სხვადასხვა ველი, მაგალითად ციტირება მოეხდინა მაქმედების ეს ჩვენ ასკეს ორგანოს და მე ხმალი ამოიღო და შევარნილი იყო მაშინ ძმაო. არა, მარტო ესე ჩვენებინა, კაი, ეგეც იგივე იქნებოდა. რატო უნდა გადმოიღო? შეიძლება ჩვენ საცდებით, ჩვენ როგორია, რომ ეს მამაცი გულით არის ინსპირირებული. შეიძლება დიდი სტენით. ინსპირირებული გახსოვს დიდ სტენში. სპეციალურად რო დიდ სტენში მასობრივად არ იხდიან. არა, დიდ სტენში ეს თავის იხატავს რაღაც. ხო, მაგრამ ეს ერთია. შეიძლება იქ რაღაც ახატი. ამას ხათაშორის წინადღნობის და პოლიტიკური ალღოს და მაკიაჟი უმაღლესი დონე, მაგრამ ფეხბურთზე რო იძახდა, ხო გახსოვს? ხო. თუ ფეხბურთი რა გინდაო, საერთოდ დავშალოთო ფეხბურთი, ფული არ გადავიხადო, ფეხბურთი დედაც ვატირეო და მაგის მერე იყო უჩვეულო აღზრება ქართული ფეხბურთის ძალიან წარმატებული წლები იყო. მანამდე იძახდა, რომ არ გინდაო ფეხბურთიო, რა ჩემპიონებად გინდა ფეხბურთიო, ხო გახსოვს? ზოგადად ეს ძალიან გამჭრიახია. იშვიათი გინდა. ისა შერიფების არჩევა, კიდე რაღაცა ესეთი საქართველოში პირდაპირ გადმოაქვს, რაც ნახავს კინოში, რასაც ნახავს. სამინისტროების გაუქმება, რამდენი სამინისტრო 4 სამინისტრო. შერიფების არჩევა არის ყველაზე მაგარი. აი ეს რომ მიდიხარ და შერიფს ამას უნდა როგორი ისე Wild West-ი. არა, რემბოში რო პირველი შერიფი თუ ვიღაც პოლიციელი. მაშინ ეგეთ შერიფს ამბობ? ხო. მე უფრო ველური დასავლეთის შერიფი. ბიჭო, ეგ ძველია, ეხლა რა სად უნდა იყოს ეხლა? რატო რევოლვერი და რევოლვერი შემოდის გონია ეხლა რაღაც პავილიონი უნდა აშო. არა, აი რემბოს და ბესპრეცედენტად რო ექცევიან რა. ომის ვეტერანს. აი არაფრის გამო ქალაქიდან დავაი აქ მე ვარ შერიფი. ეგ ვაფშე შერიფია? მე ზოგადად მაგრად მაინტერესებს შერიფები რო არჩევით. ხო, პირველი. შერიფები რო არჩევით იყოს ძალიან ეჭვებარება რომ ისეთ შერიფები გამოგვადგეს. იდეაში და ეხლა წარმოიდგინე შენ ეგ კანონი რო გქონდეს მიღებული და ესეთი რაზგლადი რო გვაქვს ქართული ოცნებარი ყველანაირად წარმოიდგინე უბრალოდ შერიფები ყავთ. შერიფები ყავთ ნაცებს ან გირჩევს. გურა უნდა თიცე ანუ შერიფები კიდე სხვა არ პროსტა მაგას ვერ ამბობენ რა. ფული არ თქვა რა. არა, ნუ ეგ ცალკე მაგრამ რობოკოპი ხო გაქვთ ნანახი? რობოკოპში გახსოვთ პრივატიზებული რო არის პოლიცია? არა, პრივატიზებული, თლად. ან კონკრეტული ქუჩები, დიდრების ქუჩები უხთიან პოლიციას და მათ დაკვეთას ასრულებენ. ან პოლიცია იქ სამართალ წესრიგის დასაცავად არ შედის. შედის რომ აქ თუ ვინმე შეიპარა, ჩემს მდიდარ კლიენტს თუ ვინმე აწუხებს, მარტო იმის დასაბრედად და დასაჭერად შევდივარ. რობოკოპიც არ არის. ეგ სხვადასხვა არ არის ისტორიის ათაური. თავის გზნობები აქვს და წესიერი პოლიციელისგან გააკეთეს. ფილმია რას ამბობ? წესიერი პოლიციელისგან გააკეთეს და ჩვენ მან კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ნაცების თავიდან ნაცების, თორე შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიციის და შემდეგ უკვე კიდე უფრო დიდი კრებსითი ჯგუფ შეგვიძლია მოიხსენიოთ, ეს არის ესე იგი პროდასავლელი ტვინაღრძობი აგენტურა, შიდა კოლონისტები, პროდასავლელი ოღონდ მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები, აი პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ აი ოღონდ რამე გვდაგბომბოს ამერიკამ დაჟე ძალიან დიდ მადლობას ვეთქვით მათი აღქმა ამ ინსტიტუციებზე ეს ხო ესთეტიკურადაც დასავლეთს უნდა იყოს დამსგავსებული დასავლეთი ხო კინოდან იციან აი როგორ ფორმებს ჩააცმევდნენ შენ წარმოიდგინე ბიჭო პატარა ვიდეო კიდე გავერთოთ ანუ ხვდები და რა იარაღებს დაურიგებდნენ ტრამპის მშვიდობის ფორუმზე შესვენება იყო თუ რაღაცა და გავუშვათ არგენტინა, უნგრეთი და ჯანი გავუშვით დავართ აი ესეთი ამბავი. აი ეს მილეი სხვა შორის სრული გიჟი არის რა. ტრამპის მაკაცია უახლოეს. ტრამპის შესაბამისად ორმანთან მაკაცებს. და პლუს ნუ ის რა ილონ მასკი ასაპორტებს, მაგრამ ანუ იცი რა უნდა ვთქვა რომ ლათინური ამერიკა
ლათინური ამერიკის გენეტიკური კოდი ალბათ და ეგზისტენციალური დანიშნულება და მისი აი კონსტიტუცია არის სოციალური სახელმწიფო მემარცხენეობა და ისე ხმაურიანი მემარცხენეობა რა და უკვე ლეომესი არა ხო არა უნდა ვთქვათ რა იმს როგორ არა ხალხის განწყობა თქო რა ანუ ეს არის არგენტინაში არ არის არგენტინაში ხალხის განწყობა ხალხის განწყობა კი მაგრამ არა ეხა ეკონომიკას უნადგურება და ეხა მაგას ვამბობ მიმიყვანე მაგამდე რომ ანუ სამხრეთ ამერიკის კონსტიტუცია არის ეგ რა დაახლოებით რომ ანტიიმპერიალიზმი შეიძლება მე და ტიპებმა დაუშვეს პრეზიდენტი მილეი რომელიც არის კახა ბენდუქიძე სად არის კაცო კახა ბენდუქიძე იმის იქით ვაფშე ყველაფერი ანუ როგორი შენ შეგიძლია ჩახვიდე და გულის ოპერაცია გააკეთე ვაფშე ლიცენზია არაფერი ჯერჯერობით არის თავის თანამდებობას ხო ხედავ კი ნუ ეხა ესენი აბრალებენ შეხედეშავა ესენი აბრალებენ დერეგულაციას მან შეიძლება სწორიც იყოს არგენტინელები ამას რამე ეთნიკური ნიშნით კარო ძალიან სპეციფიკური ძალიან მაგარი ქვეყანაა ერთ-ერთ ყველაზე მაგარი ჩემთვის მაგრამ გერმანელების წვლილი ძალიან დიდია მას საზოგადოება თვითონ საზოგადოება არის ძალიან ზარმაცი თვითონვე ამბობენ ბოლო საკვები ბოლო ჭამის მიღება აქვს დაახლოებით 12 პირველ საათზე. ღამე. მე რაღაცას მორჩებიან, იქ გაიღვიძებენ თქვა 2-ზე იხსნება ბავშვი ყველა 3-ზე, ანუ დილის ადამიანი თუ ხარ ვაფშე ვერაფერს ხო და რადგანაც ესეთი ზარბაცები არიან, მუშაობაც ისეთია რა და სუ დეფოლტის პირას არიან და ეხლა ამ ყველაფერს დამატებული კიდე ბიუროკრატია და რეგულაციები ვაფშე აგიჟებდა. ჩილეში ხო იყო კომუნისტი იყო საერთოდ ძალიან და ამდენი ხანი პინოჩეტი. ორი მდგომარეობა აქვს. ალიანდე ტოპკაცი იყო მე რა. ორი მდგომარეობა აქვს. ან ესე ან ისე რა. ხო, მაგალითად ის ვინ არის რომელი ქვეყანაა სელვადორი, ხო? ყველაზე კარგი ციხეები აქვს. ელ სალვადორი. სხვა შორის ტრამპს ვეუბნება ტრამპს რომ ჩამოიყვანა მართლა ჩაუყვანა პატივრები. ძალიან მაგარი. ჩილეს ხო, ძალიან რესურსები აღმოაჩინა, რომელიც კანადურ და ამერიკულ კომპანიებს ხელში აქვს ჩაგდო თურმე, ხო? აი, კაი პორტები და კაი და ჩილე აგიტო არის ძალიან განვითარებული ეკონომიკა, მაგრამ არგენტინა მაინც პრობლემით ძალიან კულტურული საზოგადოებაა. მე მგონი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ბიბლიოთეკაა და პროფესორები და მეცნიერები. ძალიან მაგარი, ნუ კინო, მარკესი, ხო? ეს ბორხესი. მარკეს ბორხესი, ხო, ზოგადად ეს მარტო ეს ფანტასტიკური პროზა იქაური. მან ხო ბევრი რამიდან შედგება. ერთი არის ევროპული პროზა, ეს საწინდარი, მეორე არის ინდიელების მეტაფიზიკა. ხო, ეგ არის. აი, რაღაცა ხაპანს გიხვებიან თითქოს და მიხდები რომ არ არის რა ეს. ანუ ყველა არის 85% არის ევროპელი რა. იტალიელი, გერმანელი შორს არის პროსტა. სამყაროს ბოლოში. შორს კი არ არის, სამყაროს ბოლოშია. კაი სტეიკები ჭამორა. ხო, თან სტეიკი არის. იბატონო. და მშვენიერი ამებიდან გია ბუხაძეზე გადავიდა. არგენტინელ ხატვარზე. არგენტინელ ცნობილ ხატვარზე. გია ბუღაძე. გია ბუღაძე. სად მივდივართ საბოლოო ჯამში? აი, გოჩა. უკაცრავად ამ სიტყვით მაგრამ ეს ასია რა თქმა უნდა ეს გზა რა თქმა უნდა მე ჯანდაბაში კარგია გავაჩეროთ მეგორო როგორც იქნა მართლა სიმართლე ვაწამებდი ბაჩოს და დაბმული ბაჩო წარმოიდგინე ეს რო უზის და ელაპარაკება ესე ხო და ჯანდაბაში მივდივართ სწორად თქვა მე მგონი ჯანდაბიდან გველაპარაკება ეგა ამას გავპარსო აი კაჩები არჩევი ასაკიროა რა ძმაო თეორა მაგდავაძე პატარა ტრიმერით რო დადიხარ წამიადე არა ძალიან ჟუტია ებდენა უი თეორა მაგდავაძე ძალიან ჭიანური რაღაცა თქვა და რაო დაიონა ვაუ გავშია აი სხვაჩორის არგენტინაზე თუ რამე გახსენდება კაცო კოცები რატო არ არიან დემოკრატები როცა აგერ უვიზო გვაქვს აი ზუსტად ამ ნარატივით საუბრობდნენ ბოლო ერთი წელი დავინახეთ ჩვენ სარკეში და ეს ყველაფერი ჩემთვის გავს პინოქიო არ ვიცი გახსოვთ თუ არა მულტფილმი გასართობ ცენტრში რო არიან და კარს რო მოუხურავენ და მე ვირებად რო გადაიქცევენ აი ამ პროცესში ვარ და აი ამ რაღაცა შემოღობის პროცესში ვარ და ჩვენ ამის მზაობა მაგალითი მოიყურეს არასორი მაგალითი მოიყურა მოსრულად არასორი არა პინოქიო მულტფილმი რა და გადაგახსენეს იმიტომ რომ უციგნურია
ხო, არა, პინოქიო მულტფილმი გონია. პინოქიო მულტფილმის ალბათ ბავშვობაში შეიძლება აქვს ნახე, მაგრამ არ ახსოვს, იმიტომ რომ ვირებად რატომაც გადაიქცევიან, არა, ბავშვების კუნძული რო არის, სადაც მიყავთ და პირდაპირ ვაჭრობა მის ბავშვებს და როდესაც არა ბავშვურ ქმედებაში არიან შეუშევნილი, რომ სიგარეტს ეწევიან, ალკოჰოლს მიიღებენ, მე ხდებიან ვირები. ხო. და ამ რა გააზრო, გაიგე? ხო, პირდაპირ კონტექსტის გარეშე. ხო და მოკლედ ეს ის არ არის, რომ შეეშალა? ბორხესი და მოსხი. კაკრას ბორხესი როც არის. ხო, მაგას ვამბობ, ცნობილი არგენტინელი ინფლუენსერით, ხო. ესე იგი ურჩიე, რომ ციტირება კი არა. ალუზიები და მეტაფორები. ალუზიებს და მეტაფორებს. არა, უყურე, მან ეს რა თანამედროვე უკარს განმაზოგადებ, თანამედროვე ლიბერალი ქალის მაქსიმალ თან მაქს როდესაც აგრესიული პროვინციალიზმი ჭარბობს. აგრესიული. ეხლა შენ რაღაც უკვე უცნაურად რას ეშავს თანამედროვე ლიბერალი ქალი. მაგალითად შვედი ლიბერალი, სტოკჰოლმი, ქართველი. ჩვენ კონტექსტზე ვსაუბრობ. შვედი არის ვინა? ქართველი ლიბერალი. დგენელი არის ამდენი. ლიბერალი. ქართველი ლიბერალი ქალი აგრესიული პროვინციალიზმი. აი მაგალითად თანამედროვე ლიბერალი სტოკჰოლმელი ქალი მე ვნახე, რომელიც საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება და ეცვა ჩვეულებრივი კაბა, არანაირი ჰიპსტერული ელემენტებით კლუბის და უბრალოდ ვიყურებ და ბიჭივით იფურთხება ჩვეულებრივ. არა, და ანუ ეცევა, ანუ როგორ ვიცი. მეგონა რომ მოშარდა. მეთქი ეგზე მდგარმა. მოშარდავდა კაცო. პრობლემა. მოშარდა პრობლემა, მაგრამ თეორია კარგად გამოიყურება. არა. ცუდი გოგო გარეგნო. ამ დროს მათ საჯარო უჩნდება პრეტენზია. საკმაოდ მე მაქვს ინტელექტი. უბრალოდ მე მაქვს ინტელექტიზე პრეტენზია. საწყისებს უნდა შეიცავს, რაღაც ფუნდამენტზე უნდა აშენდეს. როდესაც შენ საძირკველიც არ გაგაჩნია, რაღაცა ფუნდამენტი დააშენო იმაზე. მოიგებ ეს კრეტინობა. არა, განვითარების უხდება არა ადამიანს. ჰა? განვითარება არ ვარ ეხლა, ნაკითხი. მომეცი ერთი წელი ძმაო, მინდა რომ ნაკითხის სტატუსი მქონდეს. და წავიკითხავ. ანოტაციებს მაინც წავიკითხავ. ვიკიპედიას უყურებ ძმაო, რაღაცას ვნახავ. ვიკიპედიაში წავიკითხავ წიგნების ანოტაციებს და შინაარსზე მეცოდინე. რა არის? სტივენ ჰოკინგის რო გეთქვა რომ თრედმილზე სარბენბილიგზე დადექიო. კაც მაიშრობა და განი. აი ეს ბაჭორს ვიკიპედიაზე რო გახსოვს ერთხელ. მე რო შემთხვევით გავაძრე ლევან ბერძენიშვილის ლექციას. ვიკიპედიიდან რო რაზე იყო? ანდერს გაცაზე. ხო, ჰანს ქრისტიან ანდერსონი. ხო. და ვიღაცა რო გააძრო რაღაცა ბავშვობის რაღაც მაინტერესებდა რა მომღერალზე რო გააძრო აი ეს შეხვდა საოცარ კაცმა რო არ იცოდა ვაფშე ChatGPT-ს არ გეუნებოდა ვინ იყო და ვიკიპედია რო ამოიღო ერთი ხო და მე საიდან მივაგენი რა მაგას მაინტერესებდა რაღაც და ვნახე ერთი ვიკიპედიას სტატია და მეორე გავხსენ მეთქი ლევან ბერძენიშვილსაც მოვისმე რა იმიტომ აღარ ბავშვობაში მაკითხებდა დედა ჩემი ხოლმე რა. მეთქი აღვიდგენ თქო და რას გაკითხებდა კაცო? რას? ლევან ბერძენიშვილს ხო არ გაკითხებდა? არა, ხო ანდერსენს რომ მიუბრუნდი თქო და კითხულობ აქეთ და იქით მგონია რომ აი საინტერესო ანალიზს მოვისმენ. რასაც კითხულობ აშკარად იქაც იგივე ისმის. ერთ-ერთზე. ივხვები და როგორ ერთ-ერთზე, ისე ოღონდ. მახსოვს. ხრობის მანერა აქვს როგორ და ეხთა ისეთ საოცარ ადამიანებს როგორიც არის თავისი ნააზროვი თავის მოპოვებული გონი როგორიც არის და აი ხა რომ შეხვიდე ვიკიპედიაზე გააძრო მაგას და ჩამოთო როგორიც არის ხო და მაგის ბისმარკი გაზაევი რა ბისმარკი გაზაევი არა ვაჭი უცნობი ჩვენ ცენი ბრუნგალი არა ისე ცნობილ კომპოზიტორს როგორც გრანკენი და შეგიტყვე ხო და არა მე ხო გამიტყდა და იასნე მეთქი ეხა ტრანკენი თუ ბრუნგალი არ ვიცი მე ბაძომ რო იქა ეს ვინ არისო დაველოდე რომ მეთქი შალვა იტყვის ალბათ რომ რატო არის და ამას კორჩი მე მეთქი ესე იგი ჩემში არ ყოფილა პრობლემა. არა, რა შეში კაცო, ისეთი ცნობილი, ისეთი დიადი როგორც არის კლინკენსონი და აუ ბიჭო შენ კლინკენსონი არიცი და
ვეღარ ეუნები ვერაფერს რა. კაი, თავი აი ხო, თქვათ ლევან ბერძენიშვილს არა. ნუ დავწამებთ რომ რამე მას არ აქვს საკითხული. ძალიან მართლა კარგი მთხრობელია რაც აქ. და ეხლა როგორ მაგას არ ვამბობთ. არ ვამბობთ უბრალოდ ამ მთხრობელადაც არ მევასწრებ. უბრალოდ ამაზე ჩემე მოუვიდა რა და კიდე რამდენზე იქნება? მე სხვა რაღაცას ვამბობ. უყურე ლევან ბერძენიშვილი მეგობარი არის. აი თუ ლევანი. როგორც შენ რას ამბობ ფილოლოგიის მიმართ პოლიტიკური ანალიზი თუნდაც ბიჭო აი პოლიტიკურ ანალიზში უფრო დაიონა ფილოლოგიაში ერთადერთი პოლიტიკურ ანალიზში დაიონა ჯობია კი ლევან ბერძენიშვილი არის რუსულ კომპანია Wildberries-თან თანამშრომლობა და იქ ხელფასის იქიდან აღება და რამე რუსების ხელფასი მე სხვა რამეს გეუნები იმიტომ რომ იმას ისეთი ჰაერი აქვს ნასონთქი და იქ არის გაზრდილი რაც უფრო ახლოს იყო ნატოს ბაზართან იცი ვის ბერძენიშვილს იმიტომ რომ იქ იყო ისა რა ქვია ბათუმში არა ბათუმში ხო ეგ ხო თქვენს ვიღაცა მაგით გაიზარდა ბათუმი უფრო ახლოს არის დასავლეთისკენ და სხვა რამეს გეუბნებით ლევან ბერძენიშვილის ფენომენი არის ლიბერალური ფენომენი თორე საბჭოთა კავშირის დროს მცოდნეები იყვნენ და მთხრობელები ისეთები ჩვენ ვერ მოვესწარით უბრალოდ თორე გიგანტები და ისეთი ტვინიანი და ისეთი გადმოცემის ტოპ ტვინები აი არ გვახსოვს ახლა მაგალითად იყო ესეთი ანდრონიკაშვილი ანდრონიკოვი მსახიობი სცენარისტი მომყოლი რა ვიცი ცნობილი ადამიანი საბჭოთა კავშირის დროს რუსმენ ახლა გაგიჟდები ისეთი მაგარია რა რა ახლა ბერძენიშვილზე და ობიექტურები რო ვიყოთ რაღაცა ფილოსოფიაზე ხო აკეთებს გავიგე მაგრამ რაღაცას გეტყვის თავისი პოლიტიკური პოზიციის დისიდენტობის გამო მიენიჭა ეს სტატუსიც რომ ყველაზე ჭკვიანია ხო თუ განა ობიექტურად ხო თვითონ რახან პოლიტიკაში იყო და ასე შემდეგ რა შენ მოყვები აი ამას მაგალითად დათო ტურაშვილი ოპოზიციაში ყველა ლიდერი არის პარტია ამას მოყვები როგორც შედევრად რას ამბობს მაიცი სიტყვაზე ოპოზიციაში ტურაშვილი ეგრე არ ბაზრობს ტურაშვილი ბაბშე ყველაფრის იმას არა ტურაშვილს მეორე ფენომენი აქვს რომ რაც არ უნდა ჭკვიანურს ამბობდეს იმდენად პროფანაციას უკეთებს და დესაკრალიზაციას რომ აი მარტივი ახლა ის თქვენ ჭკვიანურს არ ამბობს ბუჩიკო გაუშვდა ბა ხო ჭკვიანურსაც ნაკლებად ბუჩიკო კონჩონ ჩვენი გადაგიდე და ნუ საბოლოოდ ისეთ ქვეყანაში ვართ რომ გინდა არ გინდა ყველაფერს იუმორი თუ არ შეხედე სერიოზულად არ გამოდის სივცე არ არის სადაც ამას შეგვიძლია სერიოზულად შეხედო და მე გაჩერდა იმიტომ რომ ფიზიკურად არ გამოგივა და ძალიან კარგია რომ აქ ერთხელ ეს ადამიანები იუმორს ინარჩუნებენ და მიუხედავად იმ უამრავი გაჭირვებისა და რეპრესიებისა რა არის ბუჩიკო ისა მეგობრო დღეს რაღაცა როგორც ტელევიზიები იტყვიან ხოლმე ცნობილი ტელევიზია ხმაური იყო თეატრში დოის თეატრში თეატრი არა ესა სახელმწიფო თეატრი ვასუაბაშიძის სახელობის და დოი აღარა ამანდის ხელმძღვანელი ეგრეთ ხო კაი ბოდიში არ მინდოდა ესე მეთქვა მაგრამ რო გაიგოს ხალხმა რა დაპაშოლებული დოის კი ბატონო როგორც არის და გამოდიოდნენ ეს ისინი რა ქვია სახიობები და პლაკატი ეკიდა თავსვლას სინდისის პატიმრებს ხო გავიდი გასაგებია ხო და აი მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ მე მაგალითად ეს ჩემი პრობლემაა თეატრი არ მიყვარს და მე ვიცი ეს არ არის ჩემი ღირსება მაგრამ აი რაღაცა ზედმეტი წარმოდგენა აქვს თავიანთ თავზე არა ეგ ცალკე მაგრამ ჭოლა რატო არ კიდევს თავის თეატრზე მაგას ჭოლა ჭკვიანია გულმოდგინეა და ევასება იქ კი ბატონო არა ბიზნესის კეთება წარმოდგენა ეგ ერთი არის მაგრამ მე მოусმინე ნინო კირთაძეს ხო ჩემით არ მინდა ხოლმე რომ მოусმინო ნინო კირთაძე სახიობია აბა ის ვინ გადაიღო პიერიში ვინ გადაიღო ჯორჯაძე ეგეც არ არის ჩვენი მოუხრე ხო ეს მერევიან ჯორჯაძე და ის ერთი აბა კარგად დაუკვირდი შენ კარგად უნდა იცოდე კირთაძემ გადაიღო მე მგონი კირთაძე მსახიობია ჯორჯაძე და ის მერევიან ჯანილიძე თქო ჭედლიძე როგორ უნდა ამერიოს ჭედლიძე ტოპ რეჟისორი იყო ჯორჯაძეა მე მგონი რა ხო და უყურე ხა ბიჭო არ ვცოდე ამის ეს კასრაძე ბაზრობ რომ მოკლედო ეს არისო უახლესიო 5 თუ 10 აბა იმაზე ლაპარაკობ და ბურხეს და ბოსკი აერო და შენ ვინ დავინგერევა ისა ჯორჯაძე და კირთაძე მე რომელი უფრო წუდია მოიც მე ვინ თქვი ნანა ჯორჯაძე ის არის ვინერე ის დამოწყო ვის მოусმინეთ ხო ვინ თქვი კირთაძეს მოусმინე
თუ ჯორჯა კირთაძეა თუ კასრაძეა ის ხალი კასრაძე ანუ ყველა ამერიკა ერთმანეთში გარჩი კირთაძე და კასრაძე მართლები არიან მართლები ბოდიში ყველა ჩვენი ზიყვები უკან მივა ბიჭო ვერ გავიგე კასრაძე ხო ეხლა სწორად მომბო იქაც რო გამოვიდა ამ რაღაც ნაცების ფორუმი რო გაკეთდა იქ რო ილაპარაკა ფორუმჯი და ეს ქალბატონი გამოვიდა და ამ რაღაც ამ იმიჯი ხო ეგაა რომ იმდენად ზრდილობიანი მე მგონია რომ მერილ სტრიპის იმიჯი აქვს ხო კი საქართველოში და просто შავგრემანი არა ბრუნეტი ეს არის გეგმა პოლიტიკური აზრი გაქრესო სრულად და გადავიღოთო პეპლებზეო თეატრის პეპლებზე და სიყვარულზე იყოსო და კინოც თითქოს სიყვარულზე ცუდია რამე მაგრამ ამის პრეტენზია რა არის იცი რომ რა ბათუმის თეატრში ტიპი აპირებდა რომ სპექტაკლით სათქმელი კი არ ეთქვა სპექტაკლის მერე რო გამოსულიყო და აქცია რომ მოეწყო და ეგრო სახელმწიფო თეატრმა აღკვეთა ბაჭო აი ნახე ამას გვასაღებენ საბჭოთა კავშირზე დიდ ცენზურად როგორ ახერხებდა მაშინ კითხვა მინდა მეც დაგისვა რა ნახე ხო შეიძლება ნახო კარგი პოლიტიკური კინო მე ვგულისხმობ რადგანაც კინო არის უფრო ფორმალისტური ხაზი შენ შეიძლება არ ეთანხმებოდე ის შინაარს მაგალითად ნაცისტური კინო რა პოლიტიკური საზრისი იყოს არ მოგწონდეს ხო მაგრამ აშკარად ალბათონი ლენი რა თქმა უნდა პროსტა აკეთებდა ამას პროსტა მართლა მაინტერესებს რამე ქართული აი ამათი გაკეთებული ობიექტურად ღირებული კინო გაცემა კინო თუ ამათი გაკეთებული ამათი გაკეთებული აკაცუკები ანუ მე მგეუნები აი ლიბერალური თუნდაც ჩვენ თქვათ მიუღებელი პოლიტიკური საზრისი მაგრამ რაღაცა მხატვრული ღირებულება რო გააჩნია მაგალითად ჭიაურელის ბერლინი სტალინი ბერლინში შედევრია ხო ხოლმე მიუღებელია ეს კებადიდება მაგრამ ხო ეგ ცალკე ეგრე გალაქტიონ ტაბიძეც წერდა პარტიაზე და შეკვეთილი ლექსები მაგრამ ძალიან მაგარი რა თქმა უნდა ჯავშნოსანი პოტიონკინი ძმაო შედევრი ხო და აი ამიტომ მოგმართავდათ ოლიმპია დიფენსიონის ბაჩო ჩვენო ძვირფასო ხელოვანებო რომ კარგს რო იღებდეთ ხო კიდე აი ეგ არის როგორ ახერხებდა დიადი საბჭოთა კინო დიადი მე ესე ვიტყოდი ძალიან სოფლოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კინო დიადი საბჭოთა კინო საშინელი ცენზურის პირველში დიადი ნიჭიერი ხალხი ამაში და ნიჭიერება საიდან იყო სწორი განათლება და ასევე იდეოლოგია ნახე ძალიან დიადი იყო რაღაცეები და როგორ ბიჭო შენ რო საკრალური და ყველაზე დიდი NGO გაქვს და როგორ მოახერხე კინო რეჟისორი რო ლაპარაკობს გამჭირვალეობა და აფერციებზია გაზდები ასაკიდან გამომდინარე როგორ მოახერხეს რომ დიადი თეატრი არ ვიცი უბრალოდ მაგრამ ვიცი რომ ძალიან დიდი საბჭოთა თეატრი იყო ძალიან დიდი მოვლენა უფრო დიდი ვიდრე ცალკე რუსული თეატრი და დიადი საბჭოთა კინო არსებობდა და ეს რო დიადია მარტო ეს ბავშვები თუ უარყოფენ თემა რა არის ანუ ესე ხო ძალიან ესე დაგმობითი რიტორიკით საუბრობენ თუნდაც საბჭოთა ხელოვნებაზე და კულტურაზე და დღეს როდესაც აბსოლუტურ თავისუფლების პირობებში მათ 300 წლეული ქმნეს თუნდაც თეატრში თუნდაც კინოში თუ მუსიკაში ისევ გვიწევს ლაპარაკი რობიკოს ტურუაზე თუ თეატრს და რაღაც დიდ მაგნუმ ოპუსებზე და შედევრებზე თუ არის საუბარი თუ კინოზე გვინდა საუბარი ისევ საბჭოთა ფილმებში მიდივართ რომელიც ასევე ვიცნობ ლევანის მე სხვა კალიბრის შედევრებზე ლაპარაკობ ხო დათა თავაძე კარგი რეჟისორი დათა ბაზარია დათა თავაძე გამომეშალა მთელი არგუმენტაცია და ის რო ბიჭი რო ამბობს შექსპირი ვაფშე ვინ ისო დოიმ გაგვაცნო გამოიგონა ხო მე გაგვაცნო არა გაგვაცნო კი არა შექსპირიაო დოიო ვაფშე შექსპირი არიო დოიო აბსოლუტურად შექსპირზე უფრო შექსპირი ხო ანუ შექსპირის დონეზე აიყვანა თავი ოქსიმორონი ისაა რომ ცენზურის პირობებში იქნებოდა შედევრი და აბსოლუტური თავისუფლების პირობებში შეიქმნა
იქნა ქარხნული წესის ლიბერალური ნაგავი. და აგით პროპაგანდა დაბალი დონის. არაფერში გამოსადეგი. სადაც სექსუალური უმცირესობა არაფერში გამოსადეგი სრულად ინგეოინსკინოს და მე იგებს ეს მაინც ყველგან მოედება. შვილს და შვილიშვილს რო ვეღარ აჩვენებ მე რომ აი ჩემ ახალგაზრდობაში ეს კეთდებოდა ეს იქმნებოდა მაგას რო ვერ მოუყვები. კინო ვაფშე არ არის ხო? ანუ არა ვაფშე ხა რთულია გაუშვის დარგი გაუშვი გააჩნია რაზე გვაქვს კინო არის მაგრამ გააჩნია რაზე გვაქვს პრეტენზია როგორი კინო გვინდა რომ ან ქართველებზე არ არის კინო მაგრამ ქართველები ნორმალურ ქართველებზე არ არის აუცილებლად რაღაც კინოში კონფლიქტი უნდა იყოს და ქართული კონფლიქტები არ ევასებათ აი ბოლო სიყვარულზე ფილმი და სიყვარულო მელოდრამა არ არის სიყვარული როდესაც ის არის სიყვარულზე ხო არ გადავიდე ჩიორა მაგალითად გახსოვს ჩიორა არა როგორ არ გახსოვს ჩიორა ბოლო ეგეთი ჩიორა ქართულ კონფლიქტზე რასაც უყურე დღეს ამის თანამედროვე ქართულ კინოს ბოლო აი ქართულ კონფლიქტზე რაც უყურე და მე მევასება აი ეს მეზობლები მომეწონა რა აგრეთვე NGO ფილმი ну გინდა NGO იყოს გინდა არა შენ იმიტომ რომ ტრეში გევასება ეგ არ არის ტრეში შენ ისიც გევასება ეხლა ეგ ობიექტურად არ არის ტრეში რა ტრეშის ტრეში აი რომელი მაგალითად არ ვიტყვი სახელს კაი დღეს ფილმის დრო დღე არ არის კინო YouTube-ზე რო უყურებ კვირაში ერთხელ კაი ოფისში ყველას რო აყურებინე რა არ გვინდა ეს ძალიან დიდი სულიერის ტიპიზმი იმას ამბობ რატო არ ამბობ არა საჭირო ძალიან ცუდად იმეთყოლე მოდი იმიტომ არა მაგას მისტიკა ეს როგორ არის ეგ იმედა ტრეშია რომ მისტიკა ერთ-ერთი ტიპის განკურდვა რომ მიდის ტელევიზორში ლაპარაკობენ ბარემ ბოლომდე მიიყვანეს აი გე ტელევიზორში მაგ ფილმს თუ ვინმე გვიყურებს და ხომ და რომ ამოიწოს იმხელა პრიმიტივიზმი და ვულგარული ის დაყვება რომ მისტიკაში გადავერიგებს ხორი არა ცეკ ფილმი არა მე ვიცი საღორე პიერ პასოვის საღორე ხორი არ გაქნა და ძალიან დიდი ანუ просто ურე და ხვალს ადამიანი მოყავ მე არ პადოვნი ტრეში არ არსებობს ბიჭო მისტიკა რეკლამას უკეთებთ ვე არო შენ გატყდი სახელი თქვით სახელი კაი ნახო მისტიკა ოღონდ იგეთი მისტიკა არ კაი კარგად ძანზოდეთ მეგობრებო არ უყუროთ ამ ფილმს ეს ისეთ ხამან ეს ხო ჩვენ უცნაური გემოვნებაა და ჩვენ აუცილებლად ორშაბათს შევხვდებით ეფრონს კარგად ძანზოდეთ ხორი რა